საერთაშორისო სააგენტოს მე-11 ტექნიკური შეხვედრა გაიმართა ღონისძიებაში სხვადასხვა სახელმწიფოს მარეგულირებელი ორგანოებიდან და კვლევითი რეაქტორებიდან მაღალი რანგის 100-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს. Ამ შეხვედრის მიზანია მაღალ გამდიდრებული ურანის უკან დაბრუნების პროგრამის ფარგლებში განხორციელებული რეპატრიაციიდან მიღებული გამოცდილების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება მონაწილე სახელმწიფოების წარმომადგენლებისათვის. ტექნიკური შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მაღალ გამდიდრებული ურანის საჰაერო და საზღვაო გადაზიდვებთან დაკავშირებულ დეტალებზე, მათ შორის ამგვარი გადაზიდვის დროს უსაფრთხოების, რადიაციული და ფიზიკური დაცვის გაუმჯობესებაზე. Გასულ წელს საქართველოდან მოხდა ბოლო გამდიდრებული ურანის რეპატრიაცია ადგილწარმოშობის ქვეყანაში. ეს განხორციელდა ამერიკის შეერთებული შტატების ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსა და ადგილწარმოშობის ქვეყნის თანამშრომლობით. სპეციალური ოპერაცია იქნა ჩატარებული, რომლის მიხედვითაც აბსოლუტურად უსაფრთხო სპეციალური საჰაერო ტრანსპორტით მოხდა საქართველოდან ამ გამდიდრებული ურანის რეპატრიაცია, რისთვისაც საქართველოს ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე საქართველოს პრეზიდენტს გადაეცა ამისთვის ჯილდო. ეხლა როდესაც ესეთი ძალიან გამძაფრებული არის ტერორიზმის საფრთხე მთელ მსოფლიოში, გასაგებია რომ რისკის შემცველია ყოველთვის ნებისმიერ ქვეყანაში. თანაც ისეთ ქვეყნებში, სადაც უფრო ადვილად შეიძლება შესვლა უვიზო რეჟიმებით სარგებლობენ და ასე შემდეგ, ეს გარკვეულ საფრთხეებს რა თქმა უნდა შეიცავს. ამიტომ ძალიან კარგი იქნება თუ აი ესეთი მაღალი რისკის შემცველი მასალები უფრო საიმედოდ იქნება შენახული.